აფხაზეთის თასზე მოასპარეზეს ზესტაფონელმა მოფარიკავეებმა სხვადასხვა წონით და ასაკობრივ კატეგორიებში 11 საპრიზო ადგილი მოიპოვეს. მათ შორის 3-მა პირველი, 4-მა კი მეორე პოზიცია დაიკავა. მესამე საპრიზო ადგილზე ასევე 4 მოფარიკავე გავიდა. ვიყავით თბილისში, რომელიც ჩატარდა აფხაზეთის თასი და ავიღე პირველი ადგილი. ჩემთვის ეს თულიც არ იყო, იმიტომ რომ ვარ ბევრჯერ ნაყოფი, ვისაც სახაში ხვდი. ბევრი კარგი მოწინააღმდეგე იყო, მაგრამ მე მაინც დავამარცხე იქ და ავიღე პირველი ადგილი. დიდებში ავიღე მეორე ადგილი. ძლიერები იყო, მაგრამ მაინც მეორე მოვახერხე. ჩემ ასაკში ავიღე პირველი ადგილი, ხოლო ჩემზე დიდ უფროსებში ავიღე მესამე ადგილი. მე რა თქმა უნდა დიდებში შემეძლო უფრო კარგი შედეგი მივიღო, მაგრამ რაღაც დაღლილი ვიყავი და ვერ მივაღწია ჩემ სასურველ შედეგებს. მადლობას ვუხდი ამიან მასწავლებელს, ფარიკავის ფედერაციას და ჩემ მშობლებს. ვიყავი ანტალიაში საერთაშორისო ტურნირზე და იქიდან მივიღე გამოცდილება და აქ შეჯიბრზეც თბილისში ავიღე პირველი ადგილი. ძალიან გამიხარდა მე თვითონ, კიდევ უფრო კარგი შედეგებიც შემიძლია რომ მქონდეს ყოველთვის. ძალიან კარგად გამოვედი და ვიმსახურებდი ჩემ აზრით ამ კარგ შედეგს. ასპარეზობის მთავარ პრიზამდე ძალიან ცოტა დააკლდათ ხმლით დაშნითა და რაპირით მოფარიკავეებს, რომლებმაც ვერცხლის მედლები დაიმსახურეს. გვეუბნებიან, რომ კიდევ უფრო მეტს ივარჯიშებენ და სასურველ მიზნებს მომავალ ტურნირებში მიაღწევენ. თბილისში ჩატარდა რაპირით ფარიკაობა. მე ავიღე მეორე ადგილი. დიდად არ ვარ კმაყოფილი და უფრო მეტს ვივარჯიშებ. ჩვენ ავიღეთ მეორე ადგილი და ძალიან ბევრი ვიშრომით ამისთვის. საკში ავიღე მეორე ადგილი, ჩემი შედეგით კმაყოფილი ვარ, მაგრამ უფრო მეტიც ჩამეძლო. ელენე ეჯიბაძე, ლიზი აბაშიძე, ილია ლოლაძე და თეიმურაზ კიკნაველიძე მესამე საპრიზო ადგილზე გავიდნენ. სპექტრთან თქვეს, რომ მიიღეს დიდი გამოცდილება, რაც მათთვის მომავალში მეტი მოტივაციის საფუძველი იქნება. ვიყავით თბილისში შეჯიბრზე, ავიღე მესამე ადგილი. კმაყოფილი არ ვარ ჩემი შედეგებით, რადგან მინდოდა უფრო მეტი და უფრო კარგად მეფარიკავა, მაგრამ ეს არის რაც არის. და შემდეგში ვეცდები რომ პირველი ადგილი ავიღო და გავიმარჯვო. მადლობა ჩემ მწვრთნელებს, მსაჯებს, რომლებიც გვერდში მედგნენ და ჩემ გვერდით იდგნენ და მაძლევდნენ იმის სტიმულს, რომ კარგად მეფარიკავა. ჩვენ ვიყავით წასულები აფხაზეთის თასზე თბილისში და ავიღე მესამე ადგილი. ჩემი შედეგით კმაყოფილი ვარ, მაგრამ შემეძლო მეტი. ამისთვის ახლა კიდევ მივდივარ შეჯიბრებაზე და უფრო მეტ ვივარჯიშებ და უფრო მეტ რომელიც შედეგს ავიღებ. დავიღე მესამე ადგილი. კმაყოფილი ვარ ჩემი შედეგით, მაგრამ შემეძლო უფრო მეტი მეფარიკავა და უფრო მეტი შემეძლო. ამიტომაც ახლა დღეს მოვედი, რომ უფრო მეტი ვივარჯიშო და უფრო გავაუმჯობესო ჩემი შედეგი. მე ვარჯიში დავიწყე რადგან სურახაც 5 თვის წინ. პირველად გავედი შეჯიბრზე და ძალიან მომეწონა. ეხლა უფრო მეტს ვივარჯიშებ და ავიღებ მეტს მედლებს და სერტიფიკატებსაც. ტურნირის ორგანიზატორები აფხაზეთისა და საქართველოს ფარიკაობის ფედერაციები იყვნენ. მხარდამჭერი კი სპორტის სამინისტრო. ასპარეზობა ოლიმპიური ჩემპიონის ნუგზარ ასათიანის სახელობის ფარიკაობის ფედერაციის დარბაზში 3 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.